თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. ჩვენ გვახლავართ საერთო კლუბის წევრები. ჩვენი გადაცემაც საერთო კლუბის ეგიდით გადის. საერთო კლუბის გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარები ასეთი სახელწოდებითაა, არის YouTube არხზე და ესე იგი ვისაც გაინტერესებს თქვენი საკუთარი გვარის ისტორია, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ჩვენი გადაცემა. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია. საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია. ჩვენ ყველა გადაცემას ამ ფრაზით ვიწყებთ და ამაში დარწმუნებული ვართ, იმიტომ რომ ეს მართლა ასია. ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის ამშენებლობაში. ამას მე 104 გადაცემა ახლა ეს ჩემი გადაცემა და 104 გადაცემაში ყველა გადაცემას ვიწყებ ამ ფრაზით და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ასია. ჩვენი გვარების წარმოქმნა საერთოდ ახლა ძალიან ხშირად სხვადასხვა იმით ამბობენ, ზოგი მე-6 საუკუნიდან იწყებს ჩვენი გვარების წარმოქმნას, ზოგი მე-4 საუკუნეს ასახელებს, ზოგი რავი სხვადასხვა ერთი აზრი მოკლედ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი არის უტყუარი და მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი ის არის, რომ პირველი გვარი საქართველოში მიჩნეულია პირველ გვარად, მიჩნეულია ძალიან ბევრი გვარია, მაგრამ ერთ-ერთი უძველესი გვარად მიჩნეულია დაფანჩულების გვარი, გაბრიელი დაფანჩულის გვარი, რომელიც სამ ოთხთაობაში მეორდებოდა. ეს გვარი არის სახელი მემკვიდრეობით ქცეული სახელია, რომელიც ესე გადავიდა მემკვიდრეობით, ანუ ერთ ადამიანს ვიღაცას დაარქვეს დაუშვათ გაბრიელი, მიშვილსაც გაბრიელი დაარქვეს, შვილიშვილსაც დაუძახეს გაბრიელი და უკვე გაბრიელაშვილები გახდნენ. გვარის წარმოქმნა დაახლოებით აი ამ ასე ხა მე გიხსნით, ძალიან მარტივად გიხსნით და გიხსნით გასაგებ ენაზე რა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება რა არის გვარი, საიდან წარმოიქმნა გვარი, აქედან წარმოიქმნა გვარი, არის მეტსახელი ან შერქმეული სახელი, რომელიც ესე იგი ადამიანს ესე იგი გაუგვარდა, ან ესე იგი რამოდენიმე თაობის შემდეგ ესე იგი ეძახდნენ დაუშვათ რაღაცა მეტსახელს და ამ მეტსახელიდან ესე იგი მე ჩამოუყალიბდათ როგორც გვარი. არის ესე იგი სადაურობის გამომხატველი არის, ანუ ესე იგი რომელი ადგილი დაუშვათ არის უდიშიდან წამოვიდა გვარი, რომელიც დასახლდა დაუშვათ ან ქართლში ან კახეთში და უდიშელის ძე დაარქვეს, ანუ უდიშიდან იყო წარმოწამოსული. ეს არის ადგილმდებარეობიდან ესე იგი წარმოქმნილი გვარები არის, ანუ სადაურობის გვარი. არის გვარები, რომლებიც წარმოიქმნა ხელობიდან წარმოიქმნა, დაუშვათ ქილიფთარი, რომელიც ესე სახელო იყო ქილიფთარი და წარმოიქმნა ამ გვარის ესე იგი ამ სახელოდან წარმოიქმნა. ასე რომ გვარის არის ეპონიმური გვარსახელები, რომლებიც აღარ მახსენე, რომელიც წინაპრის სახელიდან წარმოებული, რომელიც აი გიორგაძე დაუშვათ ეს საქართველოს ძალიან ბევრი გიორგაძე ცხოვრობს და აი გიორგი ყველა კუთხეში იყო, ყველა კუთხეში ერქვა სახელი გიორგი ადამიანებს და აქედან ესე იგი გიორგაძე როგორც კახეთში წარმოიქმნა, ქართლშიც არის, იმერეთშიც არის, გურიაშიც არის და ყველგან არის ფაქტობრივად, იმიტომ რომ გიორგის სახელი ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ამას უკავშირდება სწორედ
აი გიორგაძის გვარი წარმოშობა და არა მარტო გიორგაძის, ეს ძალიან ბევრი გვარი ამაში ცოტა ის ახლა ორი სიტყვით და დაუშვათ 10 და 15 წუთში ამ ყველაფრის სახსნა არის შეუძლებელი. ამიტომ მე არ შევჩერდები ახლა ამ თემაზე, მე ზოგადად მოგახსენებთ ამ ყველაფერს და ზოგადად გეტყვით, იმიტომ რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს და მარტო ამითი რომ ესე იგი რა იყო და როგორ იყო ეს სხვა თემაა და სხვა სალაპარაკო ის არის რა ქვია მაგას და სხვა გადაცემა და სხვა ფორმატი ჭირდება ამ ყველაფერს. და შეიძლება ჩემზე უკეთეს გითხრან სხვებმა უფრო კომპეტენტურმა პირებმა ამ ესეთ რაღაცების შესახებ. მე უფრო გვარების წარმოშობას განვიხილავ და მაინტერესებს გვარების ისტორიები მაინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია სწორედ ამ გვარების ისტორიებზეა დაფუძნებული, პიროვნებებზე არის დაფუძნებული და პიროვნება ქმნის ისტორიას. ისტორია სხვა არაფერი არ არის თუ არა პიროვნებების პიროვნული რაღაც მაგალითები და პიროვნულად რაღაცის შექმნა, რაღაცის ბავშვად პიროვნულად იბრძოდა, პიროვნულად აშენებდა, პიროვნულად ქმნიდა რაღაცას და ამ პიროვნებების მიერ შექმნილი რაღაც გინდა ერთობლიობა, რომელიც ბრძოლებში გამოიხატა, ბავშვად ეკლესიურ ცხოვრებაში გამოიხატა, ლიტერატურაში გამოიხატა, თუ ხუროთმოძღვრებაში გამოიხატა, აი სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ისტორიას. დანარჩენი ამის გარეშე არის გეოგრაფია, ელემენტარული გეოგრაფია, მთები, ზღვები, მდინარეები და წყლებია. всё, მეტი არაფერი არ არის. აი ეს ქმნის ყველაფერს ისტორიას ქმნის და აქედან გამომდინარე, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვარების ისტორიის ცოდნა და გვარების ისტორიის ესე ჩაღრმავება და უბრალოდ ახლა მე TikTok-ზე მაქვს, ჩემი გვერდი მაქვს, რომელიც ძალიან ბევრი ნახვები აქვს, რაღაც 1.5 მილიონს აცდა უკვე ძალიან დიდი ხანია და ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი ესე იგი მწერს გვარებს გვეკითხება, აინტერესებს თავიანთი გვარი და ეს არის ძალიან კარგი. კარგია, იმიტომ რომ ესე იგი დაინტერესება, გვარების დაინტერესება არის ძალიან კარგი, ესე იგი ეს იმის ვიტოვებს, თუ ყველა რაღაცა ჩვენს ჯიშ და ჩვენს ჯილად, ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია, იმიტომ რომ ვიღაცა დაინტერესებული თავისი წინაპრის ისტორიით და ეს უკვე ძალიან კარგი. და აქედან გამომდინარე მეც ესე იგი არ უშურებ ჩემს ეს ენერგიას და ჩემს ძალას, რომ ესე იგი შეიძლება სრულყოფილად ვერ ვაწვდი ადამიანებს თავის გვარის ისტორიას, მაგრამ იმ პატარა უნიშნულო და მცირედით ვაკმაყოფილებ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ბუნება ასეთი რა, ეხლა მეც ასე ვიყავი და ადრეულ წლებში და ეხლაც ასე ვარ პრინციპში, რომ აი დავუშვათ საგმირო საქმეები, რაცაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და ჩაუდენიათ, სულ მაინტერესებდა ჩემი წინაპარი მონაწილეობდა ამა თუ იმ მოვლენაში, ისტორიულ მოვლენაში თუ არ მონაწილეობდა. და ამის ძიებამ და ამის ძებნამ მიმიყვანა იმამდე, რომ ესე იგი ხელში შემჩა რამოდენიმე 1000 გვარის ესე იგი ისტორიის ისა რა ქვია შესწავლა და რამოდენიმე წიგნის ავტორობა შემჩა. ეს არც თუ ისე ცუდი ყოფილა, თურმე როგორც ესე იგი ამიტომ ჩავღმავდით თქვენს გვარებს, თქვენს წინაპრების ისტორიას და ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა მე მინდა რამოდენიმე გვარი მინდა გაგაცნოთ, რომლებიც ესე იგი ძალიან გთხოვდნენ, რომ ეს ყველაფერი ესე იგი წარმოგვედგინა მათთვის და აი დავიწყებთ ახლა აი თავხელიძეების გვარი. თავხელიძე ძველი ქართული გვარია, რომელიც მე-14 საუკუნიდან ფიქსირდება წერილობით წყაროებში. ადრეულ საბუთებში მოხსენებულია ასად თავხელიძის ოჯახი, რომელმაც სველი ცხოველს შესწირა მამული და გლეხები, რაც საგვარეულოს ქონების შესაძლებლობასა და საეკლესიო კავშირს ადასტურებს. მე-17 საუკუნეში თავხელიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ სამეფო ადმინისტრაციულ და სამხედრო ცხოვრებაში. საამილახოს დავთვლის მიხედვით მათ კომნიდან 2 კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა. ეს ძალიან კარგია, ეს მათ ესე იგი თავხელიძეები იყვნენ აზნაურები და ესე იგი ფლობდნენ მოლარეთ უხუცესის სახელოს. ეს იყო სამეფო ფინანსური აპარატის მნიშვნელოვანი თანამდებობა, საერთოდ მოლარეთ უხუცესობა
რომელიც ხაზინასა და ფულად რესტორის მართვასთან იყო დაკავშირებული. ასეთი სახელობის ფლობა საგარეოს მაღალ სოციალურ სტატუსს მანიშნებელია. ამრიგად თავხელძეები წარმოადგენენ აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საგვარეულოს, რომლის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მონაწილეობდნენ საეკლესიო, სამხედრო, საფინანსო ცხოვრებაში. ამჟამად საქართველოში 400 თავხელეზე ცხოვრობს. საინტერესოა ეს ყველაფერი. აი თედორაძე, გვარი თედორაძე მინდა გაგაცნო, თედორაძე დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით იმერეთსა და გურიაში ძველი ქართული გვარია. გვარის ფუძეა ქრისტიანული სახელი თევდორე. ხოლო სუფიქსი ძე ნიშნავს ესე თედორე შთამომავლობას. თედორაძეები დოკუმენტურად იხსენებიან 1558 წელს, რაც ადასტურებს გვარის მე-16 საუკუნეში არსებობას იმერეთის ისტორიულ სივრცეში. მოგვიანებით ისინი ფიქსირდებიან საეკლესიო სამეურნეო საბუთებში, მათ შორის ქუთაისის სახლის ბეგარის ნუსხებში. ერთ-ერთ ჩანაწერში მოხსენებულია ივანა თედორაძე, რომელსაც ეკისრებოდა ფულად და ნატურალური გადასახადები, თეთრი სანთელი, მატლი, მაცლეული და ასე შემდეგ. რაც იმ დროს სახლის ყმათა ვალდებულებათა ტიპურ ფორმას წარმოადგენდა. ისინი წარმოადგენენ ქრისტეს საფლავის ყბებს. მათი რაოდენობა საქართველოში 2115-ია. ესე იგი ახლა მე ერთი მინდა ამაზე შევჩერდე. ძალიან ხშირად ხმარობენ ასეთ იმას, რა ქვია, რომ დაუშვათ ყმები და გადასახადები და რაღაცა აღჭურვილობთ, ესე იგი გლეხებს და რაღაც. ეს არ არის სწორი. თუ ვინც გაცნობიერებულია ასეთ საკითხებში და ვისაც წაუკითხავს, არზები წაუკითხავს და წაუკითხავს ის ისტორიული დოკუმენტები, ძველი დოკუმენტები და გინდაც ესე იგი სამართლის წიგნები, რაც დაიწერა ვახტანგის სამართალი, აბუბას სამართალი და პექას სამართალი, იქ გაწერილია ყველაფერი, ესე იგი რა ევალებოდა გლეხს, რა ევალებოდა თავს, რა ევალებოდა აზნაურს. ანუ მე ძალიან ხშირად ვიმეორებ ამ სხვას, ესე იგი წესი და რიგი არსებობდა და წესი და რიგი ესე იგი დავალდებულებდა თითოეულ წოდებას, რომ ყოფილიყო თავის ვალდებულების, ესე იგი ზედმიწევნით, ესე იგი აღსრულებელი. და ამის მიხედვით გლეხი ვალდებული იყო თავისი ბატონისთვის, ეს არ ქონდა მნიშვნელობა აზნაური იყო ეს ბატონი, თავადი იყო ეს ბატონი, მეფე იყო ეს ბატონი, თუ ეკლესია იყო ეს ბატონი, ესე იგი მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე 3%-დან 10%-ს უხდიდა მხოლოდ წლიურს გეუბნებით, წლიურ 10%-ს. ახლა შეადარეთ დღევანდელი ბანკის გადასახადები და მაშინდელი როგორი იყო. იყო ესეთი რაღაცები, იყო ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება საავისოთ, რომ დაუშვათ იყო მოუსავლიანი წელი იყო, ან გვალვა იყო, ან დაუშვათ რაღაცა სტიქურობა, უბედურებამ გააფუჭა და გაანიავა, გააჩანაგა, ესე იგი გლეხის კამიდამო. ამ შემთხვევაშიც იყო კანონი ავალდებულებდა იმას, აქვია ბატონს, რომ ესე იგი 3 წლით, ესე იგი ამოეკვეთა გლეხისთვის გადასახადი და 3 წელი, ესე იგი გლეხს სული მოეთქვა და შემდეგ ისევ დაეწყო ეს გადახდის სისტემა. აი ესეთი ჰარმონიული დამოკიდებულება იყო. ეხლა ვიღაცა ვიცი ნამდვილად გავამეყიდება და ვიღაცა შეომიხდება და გავამიხდება, მაგრამ ეს მართლა ასე იყო და ვისაც აღჯერათ შეგიძლიათ თვითონ გადაამოწმოთ. წიგნის კითხვა არ არის ცუდი და არც ძველ საბუთებში ქექვა არ არის ცუდი, როცა არაფერი არ იცი, კამათის და დავაც უფრო მარტივია, იმიტომ რომ სულ არ გაინტერესებს სხვისი აზრი. აქედან გამომდინარე, მე მხალხს ვინც ახლა ვიცი ნამდვილად გავამიხდებია, წინასწარ ვეუბნები რა. სანამ გავამიხდები და სანამ რაღაცას ჩამიხდები და რაღაცას გამაგრიტიკებ, მაგრამ კარგად გადაეკითხეთ ეს ყველაფერი, კარგად შეისწავლეთ და შემდეგ ვიკამათოთ. მოიცოდეთ, მე ხა მინდა შემდეგი გვარი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის თითფერიების გვარია, თითფერია დასავლეთ საქართველოს გვარია, რომელიც წარმოდგარია მეცახელიდან თითფერა. სახელის ფუძე სამართავროდ დაკავშირებულია სიტყვასთან თითფერი, სპილენძის შენადნობიდან. რაც შეიძლება მიუთითდეს მეცახელზე, პროფესიულ ნიშანზეა
პირველ მახასიათებელზე. შედარებისათვის ცნობილია გვარი თითბერიძე, რაც იგივე ფუძსგან ნაწარმოებია დასავლეთ ქართული პატრონიმული ფორმა. ამრიგად თითბერია წარმოადგენს მეგრული სიფხვის ისტორიულ, თუმცა იშვიათ გვარს, რომლის ფუძე ძველი მეცახეიდან მომდინარეობს და დასავლეთ საქართველოს გვარწარმოქმნის ტრადიციას ასახავს. გვარი გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით გალის, ხობისა და ზუგდიდის რაიონებში. სტატისტიკური მონაცემებით თითბერიას გვარი დაახლოებით 133 სულისგან შედგება, ეს არის ძალიან ცოტა. მინდა თოდრიას გვარზეც, ეს არის გურული წარმოშობის გვარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს იგი მეღრულად ჟღერს, მომდინარეობს სახელით თოდორეს გამოდის, ესე იგი ღვთის ნაბოძები არის, ნაბოძებს ნიშნავს. ისტორიულად მათი მთავარი კერა იყო ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი. მე-18 საუკუნის საბუთებში თოდრიები უკვე იხსენებიან გურიაში, იყვნენ როგორც თავისუფალი მიწათმოქმედები, ასევე სამხედრო სამსახურში ადამიანები. მონაწილეობდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. ჰყავს ცნობილი წარმომადგენლები მოსე თოდრია მხატვარი იყო და სელიმისო თოდრია მწერალი და რევოლუციონერი. დღეს თოდრიები ცხოვრობენ გურიაში, აწარასა და თბილისში. მათი საერთო რაოდენობა 777 სულს შეადგენს. ზაზუაშვილი არის ესეთი გვარი, მე-17 საუკუნის ზემო ქართლის საბუთებში ფიქსირდებიან როგორც მამულით უზრუნყოფილი და საზოგადოებრივად აქტიური გვარი. დათუნა ზაზუაშვილი და პაპონა ზაზუაშვილი მოხსენებული არიან ზემო ქართლის საკამულოების ნუსხებში. ეს არის მე-17 საუკუნის დასაწყისი, რაც მიუთითებს, რომ მათ ჰქონდათ საკუთარი მამული. სეხნია ზაზუაშვილი ასევე ფიქსირდება იმავე ნუსხაში, როგორც მამულის მქონე პირი. 1699 წლის დეკემბერი პაპონა ზაზუაშვილი მოწმით არის დასახელებული ნიკოლოზ ზანდუაშვილის მიერ ზურაბ ბაგრატაშვილისადმი მიცემულ ყმა მამულის სასწავლების წიგნში. ეს ცნობები აჩვენებს, რომ ზაზუაშვილები მე-17 საუკუნეში ზემო ქართლში იყვნენ მოწაფმფლობელები და სამართლებრივი გარიგებების სანდო მოწმეები. აი ამ გვარის, ესე იგი, დღეს საქართველოს მხოლოდ 65 წარმომადგენელი ძალიან ცოტა არის, ერთი გვარისთვის. ზამთარაული ამ გვარმაც მოგწერდა ჩვენ, ზამთარაული ძველი აღმოსავლეთ ქართული გვარია, რომელიც მე-17 საუკუნის საბუთებში თიანეთსა და აღმოსავლეთ საქართველოსთან არის დაკავშირებული. 1610 წელს გიორგი ზამთარაული თიანელი და მისი ძმა ლომიტა იხსენებიან საბუთებში, სადაც თეიმურაზ მეფე მათ ლუასად მაჟაშვილს უწყალობებს. ბერიგა ზამთარაული და მისი ძმა ვეფხე მოხსენებული არიან თიანეთში მცხოვრებ პირებად. არჩილ მეფე მათ წყალობა დაუმტკიცა რუსეთ მაჟაშვილს. გვარი ისტორიულად დაკავშირებულია თუშეთის და თელავის მხარეებთანაც. მკვლევართა აზრით გვარი ზამთარაული, ზამთარაშვილი ზამთარაულიდან არის წარმოშობილი. ეს ცნობები აჩვენებს, რომ ზამთარაულები მე-17 საუკუნეში უკვე დამკვიდრებული საგვარეულო იყო აღმოსავლეთ საქართველოში და მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა დღეს, ესეც 40 გვარია სულ. ვარდანიძეები ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგვარეულო, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მე-11 საუკუნეებში ისინი სავალდებულო წარმოშობით მარუშიანთა, მარუშიძე და ხაზს უკავშირდებიან. მოგვიანებით მარუშიანები თავად ვარდანიძეთა შიგნით პირის სახელად დამკვიდრდა. ვარდანიძე წარმოადგენლები იყვნენ ერისთავები, სვანთა ერისთავები მეფეს კარზე ეკავათ მაღალი თანამდებობები, მეჭურთვით უხუცესობა, მსახურით უხუცესობა, მანდატით უხუცესობა, სხვა სავაზირო სახელოები. 1354 წლის საბუთებში იხსენება მათი საკუთრება მოლაღურის სამი დღის მიწა, რაც შეუღმის მთავარობის დიაკვანმა იოანემ და დეკანოზმა დავითმა ჯანორი ბატვისძემ უწყალობეს. ეს ცნობა ადასტურებს საგვარეულოს აქტიურობას მე-14 საუკუნეში. მოგვიანებით გვარის ფორმად დამკვიდრდა ვარდანიძე, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვხვდება. რამოდენიმე სოფელში მე-13 საუკუნის ცნობილია გაბრიელ ივანიძე ვარდანიძე. 1870 წელს მედალით მიიღო, ესე იგი წყალტუბოში, მასწავლებლის ფერისცვალების ეკლესიაში. დღეს ვარდანიძეების გვარი 879 ადამიანი ცხოვრობს. ესეც საინტერესო გვარია, იმითია საინტერესო, ახლა ძალიან ბევრი გვარი, ძველი გვარები, ძალიან ბევრი გვარი, ესე იგი დაიკარგა, დაკნინდნენ, ზოგი კნინდებოდა, ზოგი აღზევდა და რა ვიცი, ახლა ძალიან ბევრი
ვარდანიძეების შემდეგში ხა საკმაოდ რაც შევნახე ძალიან ძლიერი გვარი იყო და რომელიც საკმაოდ ერთავს ერისთავებიდან ამ რამოდენიმე უშველებე და უზარმაზარი საგვარეულო წამოვიდა ამ გვარიდან, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე რომ ეს რაღაც გარკვეული რაღაც შტოები დაკნინდნენ, დაკარგეს თავიანთი პრივილეგიები და ჩაოლება უბრალო ბევრი გვარი გლეხის გახდა, აზნაურების გახდა და გლეხების გახდა. ესეთი მოვლენები ხშირი იყო საქართველოში და ეს რამოდენიმე მასთან იყო დაკავშირებული, რა ქვია მაგას ფაქტორთან. უპირველესი ფაქტორი მაინც ის იყო ეკონომიკური ფაქტორი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვახუშტის განმარტება სათავადო რა იყო და თავადი როდის იწოდებოდა, ესე იგი ჩვენ ვიცით რომ გვარში იყო ერთი თავადი იყო და დანიშნული თავადიშვილები იყვნენ. ის ერთი თავადი თავადს ირჩევდა, მეფე ირჩევდა, ეს მემკვიდრეობით არ გადადიოდა მამიდან შვილზე, არამედ ესე იგი გარდაცვალების შემთხვევაში, როცა გარდაიცვალებოდა თავადი, გვარი იკრიბებოდა, წამოაყენებდნენ ერთ თავადს და მე ამ თავადს ამტკიცებდა მეფე ამტკიცებდა. ეს თვითონ მემკვიდრეობაც აი ესე იყო განაწილებული სათავისთავო, საუფლისწულო დაუშვათ და რაღაც ყველას თავისი ის ჰქონდა და როცა ესე იგი დაუშვათ თავადს ყავდა 5 შვილი ყავდა, 5-ს გაუნაწილა თავისი ქონება, ანუ ესე იგი შემცირდა თავის ქონება, შემცირდა თითოეული ამ თავადიშვილის ქონებას უკვე 1/5 იყო იმისი, რაც დაუშვათ მის მამას ჰქონდა. შემდეგ თითოეულს კიდე შეეძინა დაუშვათ შვილები, ის ერთი გახდა დაუშვათ ოჯახის უფროსი, დანარჩენები გაიყვნენ და გაყოფის შედეგად შეუცილდათ სისხლი შეუცილდათ ქონებასთან და შეუცილდათ სისხლი და სისხლი შეუცილდათ გადავიდნენ სხვა კატეგორიაში, ანუ აზნაურთა კატეგორიაში გადავიდნენ. აზნაურები და კიდე ასე ხდებოდა ესე დაყოფა და ძალიან ბევრი გვარი ესე იგი საბოლოო ჯამში გლეხის გახდა და ასე ვთქვათ დაკნინდნენ. ეს იყო ერთი. შემდეგ იყო მეორე, იყო თვითონ პირდაპირ უწერია იმას ვახტანგის სამართალში წერია ბუშის კანონი, ანუ ესე იგი თუ თავადი ან აზნაური შეასწენდა ესე იგი გლეხის ხალხს ან თავადი შეასწენდა აზნაურის ხალხს ან იმას, ესე იგი შვილი, უკანონო შვილი, რომელიც გაჩნდებოდა, უკანონო შვილს უნდა ეღიარებინა იმას მამას, ოღონდ ერთი საფეხურით თუ თავადი იყო, აზნაური უნდა გაეხადა შვილი. თუ დაუშვათ აზნაური იყო და გლეხი შეასწენა, მსახური ნაყოფილი იყო და ნუ ასეთი ამანაც გამოიწვია ძალიან ბევრი გვარის ესე იგი დამსრობა და დაკნინება. იყო კიდე რაღაც დანაშაულის გამო მეფე ჟიდა ამათვინი და წაართმევდა რაღაც ქონებას, ასეთი იყო დაუშვათ, როცა დინასტიური ბრძოლა მოხდა, ესე იგი რო შეიცვალა იმას უდიში დინასტია, ესე იგი ძველი დადიანების დინასტია, ჩაანაცვლა ჩიქოვანების დინასტია, ძალიან ბევრი გვარი მაშინ ზოგი გადანაწილდნენ, ზოგი მოხდა, ესე იგი იმაში რა ქვია, მაგას მოხრე იყო ძველი დადიანების, ზოგი მოხრე იყო ახალი დადიანების, ანუ ჩიქოვანების და ჩიქოვანების გამარჯვების შემთხვევაში ის გვარები, რომლებიც ამის გვარი ნათელი მაგალითია გოშაძეების, გოშუების გვარი, რომლებიც თავადები იყვნენ და შემდეგ აზნაურები გახდნენ. აქიდანაც იყო გამომდინარე ძალიან ბევრი გვარის დაკნინება. ნუ მოკლედ რავი თუ საინტერესო გამოვიდა ჩვენი გადაცემა, შეგიძლიათ მოგწეროთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი თუ თქვენ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორიის გაცნობა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენ ამის შემდეგ ჩვენ რაღაც ცოტა ხანი გქონდა ჩავარდნა გქონდა, მაგრამ ეხლა ისე ვიწყებთ აქტიურად ვიწყებთ მოღვაწეობას და კვირაში ერთხელ როგორც გქონდა ჩვენ როგორც ვაკეთებდით, კვირაში ერთხელ ესე იგი გაგაცნობთ რაღაც 8-10 გვარს. თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორიები, მოგწერეთ თქვენი გვარები და იმ გვარების მიხედვით, თქვენი მოწერილი გვარების მიხედვით ავაწყობთ ჩვენ ესე იგი ჩვენს გადაცემას.
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენ ვართ საქართველოს სამეფო კლუბი. ეს გადაცემაც არის საქართველოს სამეფო კლუბის გადაცემა. მე გახლავთ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერანი. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მე